გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. რა თქმა უნდა ვიწყებ სოლიდარობით და სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისეც ხადაძეს და მასთან ერთად CDC-ის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას. 2 დღის წინ საპატიმრო დატოვა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა. მინდა მასაც მიულოცო გათავისუფლება, როგორც ირკვევა ბაჩიაშვილი გაათავისუფლეს ბიტკოინების სანაცვლოდ თან 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს. ესე იგი როგორც გავიგე სახელმწიფოს უნდა და რაღაცა გრანდიოზული საჩუქრის გაკეთება ბიძინასთვის. ბევრი იფიქრეს რა ეჩუქებინათ ბოლოს ბაჩიაშვილის ბიტკოინებით გაუხარეს ის სათუთი გული. ხო გვიმტკიცებდნენ ოცნების წევრები რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ფული არ არის მთავარი. მას სხვა ღირებულებები აქვსო. ხო და ბაჩიაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან ყველა საქმის წარმოება შეჩერდა მას შემდეგ რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ის თანხა გადაიხადა რასაც ბიძინა მას თხოვდა რისი დამტკიცებაც გვინდოდა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესაც მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილმა თავისი ცხოვრების ნახევარი გალია იგი 70 წლის გახდა. ფაქტიურად ცხოვრება წინ აქვს ძვირფასო მეგობრებო თავის გეგმების გათვალისწინებით ფაქტიურად ბალზაკის ასაკში შედის. ბალზაკის ასაკი მართალია 40 წლიდან იწყება ნორმალურ ადამიანებში და ბიძინას შემთხვევაში ალბათ 10 წლის შემდეგ და 80 წლიდან უკვე იწყება მის ასაკში. ხო, 120 წლის რომ გახდება, მე ეხლა ცოტა ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოს, იმიტომ რომ მაგისთვის ეხლა 120 წლიდან იწყება უკვე გულსიზღზარხვთა დაავადებები და 1000 ყურადღება მისაქცევი პრობლემა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარდგა ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ძირითადად სტანდარტული გამოსვლა იყო, სტანდარტული ფრაზებით, მაგრამ ერთი განცხადება იყო შოკის მომგვრელი. მოდით ვნახოთ რა თქვა მან. ეს ჭარბწონიანობა არის შედეგი, რომელიც წინამავნე ხელისუფლებამ მოიტანა. ნაცებმა დაგვასუქეს იმ საზიზღრებმა იმათმა. თქვენ არიცით ხალხო 2003 წლამდე რა ბიჭი ვიყავი. რა ბიჭი გიждდებოდნენ მანდილოსნები ჩემზე, მაგრამ მერე მოეთრნენ ესენი. გვატენეს ეს ხიმიანი საჭმელი და ზოგადად ეხლა ახალ თაობას მინდა უთხრა რომ ღიპი როგორც ასეთი 2003 წლამდე არ არსებობდა საერთოდ. არავინ არ იცოდა რა დაიდი იყო. მერე გაჩნდა, მერე. მანამდე ყველა კაცი იყო შოლტივით და ლერწამივით წვრილი და ლამაზი. მერე მიშამ სპეციალურად დააკნინა და დაგვაჯა რომ ხოლო თვითონ ყოფილიყო ლამაზი. ეგ მიზანი ქონდა. აბა რა ქონდა სხვა მიზანი. აი ხო ყველაფერი მოსმენილი მაქვს ამ ნაცებს, მაგრამ ხალხის გასუქებას თუ ნაცების ბრალი იყო, ეგ მართლა არ მეგონა ძვირფასო მეგობრებო. მალე სიმელოტეც ნაცების ბრალი იქნება, ხოლო დაბალი მელოტი და სუქანს ამას უკვე ნაცების წამების მსხვერპლს დაარქმევენ. იტყვიან აი რას დაამსგავსეს ნაცებმა, რომ ესე გამოიყურება ეს უბედური ესავეს. ესე იტყვი. ყაველაშვილის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გაუგებარია ყაველაშვილი წინა ხელისუფლებას აქებს თუ აკრიტიკებს. ერთი რამ კი ცხადია, აი თურმე რატომ გასამაგდა პროდუქტების ფასები 2012 წლის შემდეგ და რატომ დატოვეს ქოცემა ხალხის უპის ამარა. რომ არ გავსუქდეთ ხალხო.
ჩვენს ვიზუალურ ფორმაზე ზრუნავენ. გაიხსენეთ სააკაშვილის სიტყვები, გაიხსენეთ კარგად სააკაშვილის სიტყვები. არანაირი დიეტური საჭმელი, ნულოვანი ტოლერანტობა ყველა გამხდარს. ყველანი ცხიმებში, ეს ფრაზა. საშინელი ფრაზა, რაც ეხლა ეს ჩამჭა ყურში. უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს. გამსახურდიას ხელისუფლება მოგვიტანა დამოუკიდებლობა, შევარდნაძის ხელისუფლება მოგვიტანა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხან პურის რიგში ვიდექით, ხან ნავთის, ხან ყაჩაღი შემოგვივარდებოდა და გვაუთოვებდა. მერე მოვიდა სააკაშვილი და ეს ჯანსაღი აქტივობები აკრძალა. არც პურის რიგი იყო, არც ნავთის, არც არავინ გაუთოვებდა და ხალხი ბოდუნდდა და გასუქდა. ხო და მადლობა ღმერთს, ახლა მოვიდა ეს ღვთისმიერი ქოცების ხელისუფლება და მალე ყველას დაგვაყენებს ივანიშვილის ტანზე, ძვირფასო მეგობრებო. ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამდენიმე დეპუტატი შეეცადა პარლამენტში შეექმნა საქმიანი გარემო, ხო არის ეს რომ საქმიანი გარემო რო უნდათ რომ შექმნან. ყველასგან გამორჩეული იყო ოცნების ყოფილი და აც უკვე ევროპული სოციალისტების დეპუტატი, სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტი, არც მეტი არც ნაკლები ვლადიმერ ბოჟაძე. ეს შეგახსენეთ, რომ სკეიტბორდის ფედერაციის პრეზიდენტია. აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროების დამაკავშირებელი ადამიანი. ნახოთ მისი მიმართვა. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად პირადად ჩაერთოს დემოგრაფიის პროცესში. რას თხოვს ყაველაშვილს ვერ მივხვდი. ანუ რა უნდა ქნას ყაველაშვილი? ანუ უნდა გამოვარდეს ქუჩაში და ქალბატონებს დაერიოს თუ რა უნდა ქნას? აი ამ ერთმა კაცმა მე არ მესმის. აი რა დემოგრაფიულ პრობლემას უნდა შეეჭიდოს, მაგრამ რა ქნას? მაგრამ რო დაფიქრდე ახლა ყველას თუ ყაველაშვილისგან ეყოლება, ხო ახლა ესე იგი. კაი ჰაბიტუსის ბავშვები იქნებიან და ერი უფრო გალამაზდება, მე ასე ვფიქრობ. მესმის რომ პრეზიდენტი ცოტა გადაიღლება, მაგრამ ქვეყნის სამსახურში თუ ხარ, უნდა დაიღალო კიდეც. მიშა, უნდა დაიღალო კიდეც. ძალიან გთხოვთ რომ ყაველაშვილს ეს განცხადება გაუშიფროთ და უთხრათ რომ ბოჟაძემ პროცესში ჩართვაში კონკრეტული რეფორმის გატარება იგულისხმა და არა ის რასაც თავად ამბობს, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიგოს. მიხვდით? ყაველაშვილმა, ნუ იმიტომ რომ არ დაგვერიოს ისედაც დასტრესილ მოსახლეობას, არ გაიგოს პირდაპირ, მე მაინც ცოდო ვართ ხალხი. ლადო ბოჟაძეს მინდა მივმართო. ლადო ეხლა კარგი ეხლა რა, მიხეილს ხა დატვირთვა აკლია კაცო. ადამიანს ისედაც როგორი მნიშვნელოვანი მისია აქვს ჩაბარებული, ზის ტელეფონთან და ტრამპის ზარს ელოდება. რო დაიწყოს ეხლა დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრა და ამ პროცესში ტრამპმა დარეკოს. უხერხული არ იქნება? დაფიქრდით ცოტა კაცო. თავისი მისია აქვს მაგ კაცს. ყაველაშვილის მისია რაც აქვს, ეს არის ტრამპის ზარს უნდა უპასუხოს. ეგ არის მთელი ამბავი აქ. რატოს დემოგრაფია? პარლამენტში ბოლო დროს დაჩქარებული წესით იღებენ ახალ რეპრესიულ კანონებს. ერთ-ერთი ასეთი კანონი მაგალითად არის ქართული ოცნების აღიარების შესახებ. მოდით ნახოთ რას და ვის შეეხება ეს კანონი. ოცნების ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არ აღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაიჯება. ანუ 3 წელი ჩაქსვავენ იმაზე, რომ ეს მთავრობა არ მოგწოს. ან თვლი რომ ხალხის მიერ არაა არჩეული. უკვე ყველაფერზე იჭერენ. მალე შეიძლება დაჯღანული ხალხის დაიჭირონ. იმიტომ რომ ჩათვლია რომ ეს ხალხი ამ მთავრობით უკმაყოფილოა და ამიტომაც აქვთ ესეთი გამომეტყველება. ესეთი დაჯღანული სახე იფიქრებენ რომ არ მოვწონო ვარ და რა ვიცი ხარ, ხო შეიძლება ესენიც დავიჭიროთ. დაჯღანული ხალხი თან ცოტა კი არ არის კაცო. კარგად რომ დავაკვირდეთ, ეს კანონი ყველაზე უკეთ მოერგება ქალბატონ სალომე ზღვრაბიშვილს, ის არ აღიარებს მთავრობას და განსაკუთრებით პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, ხო და შეიძლება სალომე დაიჭირონ. მოკლედ, მე-6-ეს არ აღიარების გამო მე-5-ე შეიძლება მე-3-ეს მიუსვან გვერდით. როგორც ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ დაგვიანონსა, პარლამენტში შეიძლება განიხილონ კანონი ავტომობილების წლოვანებასთან დაკავშირებით. ინიციატივა ასეთი შინაარსისაა, შეიძლება აიკრძალოს 7 წელზე ზემოთ წლოვანების ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში. ნახოთ ჩალვა პაპუაშვილმა როგორ დაუჭირა მხარი კობახიძეს.
არაფერი არის იმაზე ძვირფასი ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა. საკმარისია შემაღლებულ ადგილზე შედგე და გადმოხედო თბილის და ყველა მიხვდება სად არის პრობლემა ძველ მანქანებში. ცოტა ხანში არ გამოურიცხავ ყველას ვისაც 500 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი, იმათ პირდაპირ გადასახლება მიუსაჯონ. იმიტომ რომ შემაღლებულ ადგილზე რომ დგახარ და გადმოხედავ ამ ღარიბებს, რაღაცნაირად უარყოფითი ენერგია მოდის. ენერგეტიკა მოდის ძალიან უარყოფითი და ამიტომ ესეც არ არის კარგი. საერთოდ საკუთარ განმოსახედიდან უყურებენ ამ ავტომობილების ამბავსაც, ანუ თვითონ რისი ყიდვის საშუალებაც აქვს, მოსახლეობასაც მაგას თავაზობენ. იმიტომ რომ აშკარად მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ახლა როგორც მე ვიცი, ხო 2020 წლამდე წლიანი მანქანის ყიდვის საშუალება აქვს 20 წლის ზემოთ. მართლა აქვს ახლა ხალხს. მე თუ მკითხავ ხრუშჩოვკა ბინების გაყიდვაც უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ ძველია და ახლა იცხოვროს ხალხმა ახლად აშენებულ პენტჰაუსებში რა აუცილებელია ხრუშჩოვკა იყიდოს. არაფერი უჭით, არაფერი. ერთი სიტყვით მანქანის ყიდვა თუ გინდა, თავრობა გაიძულებს რომ იყოს შეძლებული და მართალიცაა. ერთხელ მოდიხარ აქ ამ ქვეყანაზე და იყავი რა მდიდარი შეკაი ადამიანი. აუცილებლად უნდა შევღო ერთ სკანდალურ თემას, რამდენიმე დღის წინ ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს. ასევე ირანის საელჩოში მთავრობის წევრები დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ როგორი სიმბოლურია, რომ 410 წლის წინ ქართველების პირველი ჯგუფი ჩავიდა ირანში. მოკლედ ირანის მხრიდან რომ შემოტევები იყო, რამდენჯერმე დაგვარბიეს, აგვაწიოკეს, ამოგჟლიტეს, მოსახლეობა გადაასახლეს და ესენი საელჩოში ბოკლებით ხელში დადიოდნენ და აღნიშნავდნენ თარიღს, როდესაც კახეთიდან პირველი ჯგუფი ჩავიდა ირანში. ხო, ტურისტების ჯგუფი ჩავიდა. ესე მოეწონათ იქაურობა და დარჩნენ. აი ესეთია ქოცების ისტორიის წიგნი ძვირფასო მეგობრებო. თურმე როგორი ყოფილა იცით? შაჰ-აბასის დროს ამდენი ქართველი სპარსეთში როგორც ტურისტი ისე ჩავიდა და თან პარალელურად შაჰ-აბასს ჰქონია დასაქმების პროგრამა. და მაგ პროგრამის ფარგლებში წავიდა 100,000-ობით ქართველი და აი ამ ირანის ამხელა სიკეთის საპატივსაცემად გაანათეს ანძა ირანის ფერებში. მალე ვიზეიმებთ აღა მაჰმად ხანმა რომ თბილისში არქიტექტურა შეცვალა იმ დღეს. ჩვენთვის დაანგრია, მაგრამ ზედმეტი შენობები მოგვაშორა. ირანისთვის ეს იყო არქიტექტურული გადახალისება. მოდი ესე ვთქვათ, აღა მაჰმად ხანისთვის. ირანის მთავრობასთან თბილი ურთიერთობის ფონზე ვნახოთ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართული ოცნების წევრს დასავლეთის მიმართ. ვნახოთ ჩვენი უდაბნოს არწივის ირაკლი ზარქუას ფრაზა. პედოფილებით სავსეა მთელი ევრობიუროკრატია. ესე იგი ადრე უბრალოდ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ახლა ევროპარლამენტარებს პირდაპირ პედოფილებს ეძახიან. იცით რატო? იმიტომ რომ ზარქუა მიცის რაც ხდება ევროპაში. თქვენ ეთყობა არ იცით რა ჯოჯოხეთი გამოიარა მან მონაკოში. რა ჯოჯოხეთი გამოიარა. კიდევ კარგი ვიღაცამ გადაუღო და გაავრცელა ვიდეო, თორე კაცმა არ იცის რამხელა ცოდვის მორევში აღმოჩნდებოდა. წამებში მიხვდა, მოტვინა ეგრე და აქ რაღაცა ნიტუაო და გამოტრიალდა და წამოვიდა. ისოდე არ მოგასვენებ ჩვენო ქალთა გულების დამანგრეველო. ისე ამდენი ხანი რომ არ ჩანდა ზარქუა, სად იყო ნეტა აქამდე, სად იყო ეთყობა, იმიჯი დაასვენა, ცოტა ხალხს მივავიწყდეო, მაგრამ რანაირად გინდა ადამიანმა დაივიწყო მონაკო, ის მოთენთილი ხელი და ვნებებით ახსავს ეს შლეგი თვალები. სურო ჩემი ვინაობა დამავიწყდე, შენ არ დამავიწყდები, შენ იცოდე. ამბროლაურის მერის განსაცდელს უნდა გამოგატანოს. დასავლეთს მორიგი დარტყმა მიაყენა პროპაგანდისტულმა და 1000 ლარად გაყიდულმა ტელეკომპანია იმედმა. ნახოთ ძვირფასო მეგობრებო, მორიგი თავზარდამცემი ინფორმაცია ევროპიდან, რა ხდება ევროპაში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში, წინა გადაცემაში გერმანიაზე გელაპარაკებით, ეხლა გადავედით უკვე დიდ ბრიტანეთს. მოვისმინოთ ინფორმაცია. ლეიბორისტული პარტია,
ბრიტანეთში არის ლეიბორისტული პარტია, როგორც აქაური არ გეგონოთ. ლეიბორისტული პარტია ტრანსგენდერ ბავშვებს დაწყებითი სკოლის კარს უხსნის. მთავრობა 4 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ნებას რთავს. მე რამდენი რამე მაქვს ახლა ნელ-ნელა გაწვით, ეს ხო გაიგეთ ახლა ესა. ჩემები გიდათ, გაინტერესებთ, გითხრათ ჩემები რა ხდება. მე გავიგე რომ თურმე ევროპაში 4 წლის ბავშვი გადააკეთეს ქალად. 5-ის რო გახდა, გადააკეთეს ისევ კაცად. მერე 6-ის რო გახდა, ისევ ქალად გადაკეთდა. 1-2 წელი ესე იყო. მერე 8 წლის რო გახდა, ბავშვმა ისევ კაცად მინდა ყოფნაო და გადააკეთეს ისევ კაცად. და მერე მშობლები რო დაიღალნენ, ბავშვს ორივე სქესი დაუტოვეს, რაც გიდა შვილო ის ქენიო. დაგვანებე ჩვენ თავიო. და ახლა ეს ბავშვი გაიზარდა და 2 შვილის დედმამა არის. ესეთი სიგიჟე ხალხო. ესეთი სიგიჟე. მალე იმედი ასეთი ინფორმაციას გაავრცელებს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დედის მუცელში ემბრიონმა რამდენჯერმე შეიცვალა სქესი. 9 თვის შემდეგ განაცხადა რომ გარეთ არ გამოვიდოდა და ბოლოს გამოსვლის სანაცვლოდ დედას რომელიც უკვე მამად იყო გადაკეთებული საკუთარი სქესის გადასაკეთებელი ფული გამოწალა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა. მოკლედ მეგობრებო, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასეთი საგარეო პოლიტიკით მთავრობა დაღუპავს ქვეყანას, მაგრამ მე იმედიანად ვარ. ხო და მინდა მონოლოგის ბოლოს თქვენს გაცნობოთ იმედიანი ინფორმაცია ოპოზიციიდან ძვირფასო ტელემაყურებლებო. ნახოთ დროას ერთ-ერთი ლიდერის გიგა ლემონჯავას განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც მე იმედი ჩამისახა. მოდით ნახოთ. 2 თვეა შეიძლება მეტი მუშაობთ გარკვეულ დოკუმენტზე, რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას პოლიტიკური ერთიანობა. 2 თვეა მუშაობენ დოკუმენტზე, ხალხო, რომლის გარშემოც უნდა შეიქმნას პოლიტიკური ერთიანობა. ანუ იმ დოკუმენტში ეწერება, რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. ხვდებით? მეც არა ვთქვი ოპოზიცია რატო არ ერთიანდება თქო? თურმე დოკუმენტს ელოდებიან, ხალხო. აი დოკუმენტი რო დაიდება, მერე საწავლენ. უკვე სხვა გზა აღარ ექნებათ აბა. всё. ოპოზიციის გაერთიანების პრობლემა მოგვარებულია ძვირფასო მეგობრებო. ეხლა იქნებ დაიწყოთ იმ დოკუმენტზე მუშაობა, სადაც ეწერება მთავრობის გასტუმრების თეზისები. მაგრამ ეცადეთ ეგ დოკუმენტი 5-6 წელზე მეთხას არ გაწელოთ. იმიტომ ცოტა ვრცელი ამბავია და იმიტომ რომ არ უნდა გაიწელოს ეს ამბავი, იმიტომ რომ როგორც თავისუფლების მოედანი გვეუბნება, მოსახლეობაში გაჩნდა საყოველთაო კონსენსუსი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ მთავრობის გასტუმრების დოკუმენტი სასწრაფოდ გჭირდება ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, რო შევაჯამოთ. მალე იქნება ოპოზიციის გაერთიანების დოკუმენტი, მაგასთან მოხვდება ხელისუფლების გასტუმრების დოკუმენტი უკვე თეზისებად, გარდამავალი გეგმა უკვე გვაქვს. ანუ სანამ ახალი მთავრობას ავირჩეთ, ეგაა გარდამავალი გეგმა და თავისუფლების მოედანმა გვითხრა უკვე. ხელისუფლება რო ცუდია, მაგის პეტიციები გვაქვს. ასევე გვაქვს მანიფესტები უამრავი და კიდევ გვაქვს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები ძვირფასო მეგობრებო. ქართული ოცნება რომც არ წავიდეს, დოკუმენტების ძებძვა გვაქვს აქეთ ძვირფასო მეგობრებო. თან ისეთი დოკუმენტების რო აი ქვას რო ხეთქავს. არ წავლენ ქოსები? ამ დოკუმენტებს რას უზავენ? აი რას უზავენ აი ამ დოკუმენტებს? აი სახეზე რო ავაფარებთ ხო? მაინც არ შეისმენენ? მაშინ მთავრობას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენს ოპოზიციას კიდევ 3-ჯერ მეტი დოკუმენტის შექმნის პოტენციალი აქვს. სანამ გვიანი არაა, ოცნება გონს უნდა მოეგოს. თუ მაინც თავისი გაიტანეს ოცნებამ, ხო? მაშინ იყვნენ ესე, კი ბატონო. იყვნენ, კი ბატონო. ნახავ ერთი სადამდე გაკაჩავენ. ნახავ. ვაიმე ისე მომწონს ეს დემოკრატიული ჩარჩოებიდან რო არ გამოვდივართ, ისე მომწონს. აი მეტი რო არ შეიძლება რა. არანაირი გადაცდომა.
ყველა ნაბიჯი გათვლილი, ყველა პროტესტი ევროსტანდარტებში ჩასმული. ვაიმე ისე მიხარია რომ მაგათ არ მსგავსებით, ისე მიხარია რომ მეტი რო არ შეიძლება რა. მადლობა ღმერთო რომ მაგათნაირი ველურები არა ვართ. დიდი მადლობა ღმერთო. აი ამის თქმა მინდოდა ძირფასო მეგობრებო. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია მალე სულ მალე ჩემ შოუს გააფორმებს მუსიკალური ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ისტორიკოსი ბატონი გუბაზ სანიკიძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათების ჩინეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace დიზაინი. InSpace დიზაინი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace დიზაინი ჩვენ ვქნით თქვენს სივრცეს. აქვე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები ნომერი 345, ხოლო მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. მინდა წარმოგიდგინოთ წინა მთავრობის დროს დაზარალებული მსუქანი ხალხის ბრიფინგი, ძვირფასო მეგობრებო, ნახოთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ნაციონალების დროს ძალით დასუქებულ ხალხთა ბრიფინგს. პირველ რიგში ძვირფასო მეგობრებო, გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ მიხეილ ყაველაშვილს, რათა მან მოგცა სტიმული სააშკარაოზე გამოგვეტანა ნაციონალების მიერ ჩადენილი ცხიმიანი საქმეები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გახლავართ წინა მთავრობის დროს დაზარალებული ხალხი, უაზროდ გასუქებულები, რომლებიც დღემდე ვერ ბრძვით ჭარბწონიანობის პრობლემას. აქვე მადლობა მინდა უთხრა ამ მთავრობას, რომლებმაც მოგცეს კუჭების დაჭრის, ანუ ბარიატრიის გაკეთების საშუალება. რის შედეგადაც გარკვეულ დაზარალებულთა ჯგუფმა, ვისაც საშუალება ჰქონდა თავს უშველა. გეტყვით, რომ წამების ეს ფორმა გაცილებით რთულად გადასატანია, ვიდრე ფიზიკური წამება. გვაჭმევდნენ ძირითადად ცომეულს, ძვირფასო მეგობრებო. დღეში დაახლოებით 10 კილომდე სხვადასხვანაირი ფორმით გამომცხვარ ცომეულს გვაჭმევდნენ. უბანში ამის გამო ცალკე მაბოლინგებდნენ და ნახშირ წყალას მეძახდნენ. მე პირადად. გავესაუბროთ ძვირფასო მეგობრებო ერთ-ერთ დაზარალებულს და თუ შეიძლება მობრძანით, აი რის შემდეგ მიხვდით, რომ წინა მთავრობა მიზან მიმართულად გასუქებდათ. მე ამას იმის შემდეგ მივხვდი, როცა ერთ-ერთი ბანაობის დროს საჭკვიტინებელი იხვი თავკარგე. დაკარგეთ? ხანგრძლივი ძებნის შემდეგ აღმოაჩინე, რომ ის ღიპის ნაკეთში იყო დამალული. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც უბედურება ხდებოდა. მე მეცაც გეტყვით, ასე მარტივად კი არ გვასუქებდნენ. არა, სასტიკად და დაუნდობლად. კონი მჭლე. სულ ასე ფენად გვასუქებდნენ. ფენა. სხვათა შორის მე პირადად ნაციონალების დროს მაქვს ბარიატრია გაკეთებული. და შემომხედეთ, მეტყობა რამე? საერთოდ არ გეტყობათ ბარიატრიის თქვენ. დიახ. ნაციონალების დროს ბარიატრიაც კი ასუქებდა. ბარიატრია ხედავთ მეგობრებო, რა დღეში გვაგდებდნენ. ამიტომ ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ფრაზა სისხლიანი 9 წელი შეიცვალოს ფრაზით ცხიმიანი 9 წელი. ჩვენი დაძღომის გამო ვერ გაიხარებთ ნაციონალები. გავესაუბროთ მორიგ დაზარალებულს, მობრძანით ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ და მოგიყვებით თქვენი უბედურების შესახებ. დიახ, გეტყვით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გეტყვით. მე პირადად წინა ხელისუფლება როცა მოვიდა, ბაღში დავდიოდი. ბაღში იყავ. კია, დიახ, ბაღში დავდიოდი და როცა ძიძა, ნაციონალი ძიძა მაბანავებდა, ესე მეუბნებოდა ხოლმე. დათვი მჭლე და შენ მსუქანიო და კი ხედავთ როგორც ამიხდა ყველაფერი. კიდევ ყველაზე მთავარი რაც არის, ნაცები რომ მოვიდნენ, მე პირადად მაშინ ვიწონიდი 40 კილოგრამს. 40 კილოგრამს ვიწონიდი. ნაცების მოსვლის დღიდან ყოველდღიურად დამიწყეს დღეში 6-ჯერადი ყვება და 9 წელში მომამატებინეს 100 კილო. ეხლა ვარ 140 კილო. ესე იგი ისე ვარ გამწარებული ბოღმა და ქოლესტერინი ერთად მახრობს. და ეგ რო არაფერი, ეგ რო არ ეკმარეს. წამიყვანეს და ღორებთან ერთად დამაყენეს. და ეხლა უნდა იღრუტო მაგითხეს ბოლოს. ეხლა უნდა იღრუტუნო, თორე ისე საჭმელს და მეც უღრუტუნებდი სხვა გზა არ მქონდა ბატონო. რომახსენდება ცუდად ხდება.
ისე მივეჩვიე გრუტუს, სახში ვარ მეღრუტუნე, ცოლ საჭმელი აღარ მოხდა ჩემთვის. ღუტა ბოდიში ძვირფასო მეგობრებო, ესე თუ არ დაუძახი ისე ვერ წყნარდება. ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ბრიფინგს, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჭამის გარდა გვირეკავდნენ და იყო მუქარები და ფსიქოლოგიური ზეწოლები. გვეუბნებოდო, რომ იქამდე არ მოგეშვებით, სანამ ფეხებს შორის შარვალი არ გამოგეხეხებათო. გახსენებაც არ მინდა რა გვაქვს გამოვლილი. გავესაუბროთ მორიგ დაზარალებულს, ბატონი ვასო, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუ შეიძლება. მოყევით თქვენი გასაჭირი რა მდგომარეობაში იყავით და როგორ იყავით? ჩემი გასუქების პროცესი 2006 წელს დაიწყო. 6 წელს, კი ახაც ბატონო. დამიბარა მერაბიშვიდმა. დამიბარა მერაბიშვიდმა. შენო სააკასვიზე ლამაზი რატომ ხარტო ხარო? ხო და უნდა გაგასუქო. გაგასუქო. მე რა მოიტანა მაყალი და მთელი ღამე ძალით მაყურებიებდა მწვანის შეცის პროცესს. მერე. ო, თალეზე მაყავს ქვაბის თავსახურს უნიავებდა, ეს რომ მთელი ეს სურდელი ჩემსკენ წამოსულიყო. აქეთ უნიავებდა. უნიავებდა, აბა. მერე რა მოხდა? თავი ვერ შემეკავებია და რომ ეჭამა მერე. მერე დაურეკა ვიღაცას ისო რა ქვია, კოდოას დაურეკა. ხო, რა უთხრა? რა უთხრა და ორი ტორტი მინდაო. ორი ტორტი მინდა. ორი ტორტი მინდაო, ერთი ხილისო და მეორეო ნიგზიანიო. ნიგზიანი. მოიტანეს და ორივე თვალით მაჭამეს. ნიგზიანი. ნიგზიანის. შემოვიდა თარგამაძე გივი. გივი თარგამაძე, ესა თვალეთი. სულ სამოხდით, ეგ ხო? ეგ მოვიდა. კი ბატონო, მე რა გიქნა. და ესე ხონჩაზე ხონდა ბევრი დაწყობილი ხაშლა, მე თიმთიმებდა ქონებიანი იყო. ცეკვავდა, ხაშლამა ცეკვავდა და მე ესე ამოიღო ეს მარილი და ესე მოაყარა. ესე მოაყარა შეჭამეო. მე მეუნებოდა. შეჭამე თორე სულ მე რა მოხდა? ხო, რომ ვერ გამასუქეს, მე რაღაცა შეთითხნილი ბრალდებები წონაში კლება დამაბრალეს. ხო, ნივთკიცებების სახით ჭვავის პური ჩამიდეს და რუსთავის მკაცრი გასუქების კოლონიაში ამოვაყოფიეს თავი. ესე იყო. დღეში 8ჯერ კვების შედეგად 6 თვის განმავლობაში ბატონოვანო ტანწერწეთა ბიჭი ციხიდან გასიებული გამოვიდა. ძირფოს ხედავთ მეგობრებო რა დღეში გვაგდებდნენ. ვიღაცები ამბობენ რომ რატომ მაშინ არ ამოიღეთო ხმაო როცა ასუქებდნენო გაგცემთ პასუხს იმიტომ არ ამოიღეთ ხმა რომ თავის დროზე როცა ეჭვი გაგვიშთა რომ ნაციონალები ძალით გვასუქებდნენ დაგვიბარეს და გვითხრეს რომ თქვენ მსუქნები კი არ ხართ უბრალოდ ძვალმსხვილები ხართო აი ასე თან გვასუქებდნენ და თან თვალში ნაცარს გვაყრიდნენ ხალხო ნაცარს გვაყრიდნენ და ბოლოს საზოგადოებას მინდა მივმართო რომ იძახით რომ არ გვინდა ეს მთავრობაო, არ გვინდა ოცნებაო. მე ვსვამ კითხვას, აბა ქონი გინდათ? მადლობა თქვით რომ კალორიები არ გვაცვივა თავზე და ცხიმებში არ გვითრევენ. ხო, ძვირფასო მეგობრებო, ახლა შემოწყობიდეს რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ტყუილის სუპი მოუტანია ჩვენთვის და ხო, ტყუილის სუპი ხო არაფრის და წავიდეთ ბიჭებო, მივირთვათ. სუპი გვაქვს, სუპს ავჭა. კი, მივირთვათ. აქეთ წავიდეთ, იქითაც ჩამოარიდეთ. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-ში, ამანათები ჩინეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე, ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლია ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიგნოთ სამთავრობო არხის დებატები ფანოღით მაგდანა ანუკიშვილთან ერთად. აქვე შეგახსენოთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდი სტუდია რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. პრემიერი და ეს ოპოზიცია რომ დამარცხდებიან თვითონაც იციან რადგან იმედზე იწყება ირაკლის დღე შუშაბანდები ესოდა დუქანი სერიალებს შორის გვიყურებს უბანი მამა დავიცებ წინავს ბიზნეს მზე გთხოვთ მიესალმოთ დახაროს თვალები რეს უპასუხეთ ეს რადიკალები ეს დებატები სულს დაგვიამებს სულ ერთ რამეს ვიტყვი ვერავერი ტყვირებს გადრულობს ნახეთ
თესრიყვი პირველი სიტყვა ეძლევა პრემიერს ღმერთთა და საწყალია ოპოზიცია გონიათ განათლება უკეთიცია არგუმენტი თუ არ გაქვს გადი მომშორდი გპი თორე ეგეც არ იყოს ოქსფორდი ფაკულტეტებს ამცირებთ, ლექტორებს კი აშინებთ, განათლებას აძინებთ, არ შეგრჩებათ გაფრთხილებთ. ოხცვია კაცუკებო, ჩვენთან ბრძოლას არ გირჩევთ, იცოდეთ აღიარეთ, თუ არა და დაგიჭერთ. თვითონ აღიარებთ, რომ სამართალი გაუქმდა, არ გაუქმდა, გაჩუქდა. დედა რა კარგად უთხრა დრო მინდა გექნებათ, არ მაცდით, გექნებათ, მთავრობის ხარეს იჭერთ, გეშლებათ, გეშლებათ, დრო მინდა შეგხვდებათ, სიტყვა ჯერ პრემიერს ეძლევა. ევროპულ გრანდებს ჯიბით ატარებთ, ცდილობთ, მაგრამ გარყვნილებას ვერ შეგვაპარებთ. ევროპულად ხომ კარგად გაცვია გაიხსენე გერმანიამ კაცად გაქცია თუ გაგრძელებთ დეგრადირება ყველას მოგიწევთ გაცინბირება პრინციპული ვარ ხალხს აგჭირდები ნაცებთან ერთად მე არ გავცინბირდები თქვენ ხართ უვიცი უიგინდარები თქვენ უსამშობლო რადიკალები თქვენ ხართ კოცები თქვენ კინაცები კოლექტიური არა კაცები რა კარგად გახურდა ჩვენი ცრუდებატები უკვე ჩამერიცხა დანამატები მთელი ეთერი მარტო შენ მღეროდი აბა იმედზე შენ სხვა რას ელოდი ცუდი იყო გეყოფა თავიდან არ დაიწყო კლავ შევხვდებით სულ ეს იყო ჩემო პრემიერო მიკორასო აი ცუდა თამარ ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი გუბას სანიკიძე. მადლობა ბატონ გუბას. მოგესალმებით, გამარჯობათ. ისე მიხარია ხოლმე თქვენი გადაცემაში მოყვანა და აი მე არ არსებობს გამოვტოვო თქვენი ეთერი. სადაც არ უნდა იყოთ. ნუ ეხლა ბოლო პერიოდში აღარ ჩანხათ ხშირად, მაგრამ ინტერნეტში გიორგი თარგამაძის აქვს არაჩვეულებრივი გადაცემა, თქვენი გადაცემაა ეს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც აი ამიტომ ვლოცავ ხოლმე საცობებს, რომ ჩავრთავ მანქანაში და მთელი ერთი სერია არის ხოლმე საათნახევრიანი. ხო და ესე იგი ამ საათნახევრ საცობში ახლა საათნახევარი ჩვეულებრივი ამბავია დღეს ქალაქში და დავიწყებ ხოლმე მოუყვები და აი თქვენ მოყოლილ ამბებს. თან საცობი და თან ალექსანდრეს ლაშქრობა. ალექსანდრეს ლაშქრობაზე აი ქვია დარიოსთან ვართ მისულები რომ აი იმ გაჭირვებულთან. სპარსეთში. კი. კი. ხო, არა, მე და გიორგი პირველ რიგში მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მიხარია ყოველთვის ანოს გადაცემაში მოსვლა, თუმცა ვიძაბები ხოლმე როცა მირეკავს. მაშინაც ვთქვი, ახლაც გავიმეორებ ახლა. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ივანე ჯავახიშვილი ჩემთვის არის კუმირი, ხო და? ხო. რაღაცა სახში რო უზრიო რაღაც ტელეფონი მაქვს, თამარ მეფის დროინდელი არის, ხო და? მართლა იგეთ ტელეფონი აქვს, მხოლოდ პატარა ეკრანი. ეკრანი. გამომირთი არ დარეგოს. აბა შეგოხედეთ პარე. ეს ტელეფონი დავით სოსლანს დაუვარდა ბასიანის ბრძოლაში. ხო და? შემოატრიალეთ. ora მე შემხვდა მე არქეოლოგებმა მემაჩუქეს და იქ SMS-ები იყო ხო თამარის და დავითის წავშალე არ წამიგე ხო და
გამორთულია, ხოლმე. რომ ირეკავს ამ ნომრებს ვერ ვწნობ რა, ნახშირზე მუშაობს ეს, ხოლმე. ნახშირზე ხურდება. ხოლმე, ბატონგუბაზე ბრძანდებით, ასე მელაპარაკება თან შეცვლილი ხმით სულ, ხოლმე. დიახ, გისმენთ, ფიქრობ, რომ კულტურული ადამიანი ვართ მირე. ივანე ჯავახიშვილი მოგეცალმებით ბატონგუბაზე და აი იმ წამიერად ვიძაბები რა რა დღეში ვარ მე ვეუბნები რომ შეგამცინო რატო მაწამებ ასე რა განჯული კაცი ვარ ხო და ხო ესეთი სახელი და გვარი მაგ და როგორ არ მოგმართოთ ეგრე მაგ საშუალება და ასე რომ მოგესალმებ ძვირფასო ერთი რამე მინდა შეიძლება რომ ეთკბილეული სად არის სადღაც თკბილეული აღარ არის თკბილეული ბედი არა თკბილეული არაფერი დამთავრდა თკბილი აღარ არის თკბილი დიეტაზე ხო დიეტაზე ხო და თქვენთვის ახლა თკბილი არ შეიძლება და მაგიტომაც ერთი ამით შეიძლება არა თკბილი ჩემთვის არ შეიძლება მით უმეტეს ახ სიმსუქნეს შეიძლება სიცხლის სამართლის საქმე აღძრა ყაველაშვილის ჩვენი დიადი მეთაური ქართული სახელმწიფოს ბატონი მიხეილ ყაველაშვილი 21 საუკუნის ციცერონი არისტოტელე ხო და ყველაფერის დაბრალება გამიგია ნაცებზე მაგრამ ნაცებმა გაგვასუქეს ეგეთი მე ნაცებამდე ვიყავი გასუქებული და ერთხელ ვიხუმრე სადღაც ტელევიზიაში რომ ვიღაცამ კითხა ჟურნალისტს დაჭერის ვარ გეშინიაო და მე ვთხარი ახლა რაზე უნდა დამიჭირონ არაფერთან ურთიერთობა ბანკში ნამყოფი არა ვარ საერთოდ რანაირია ის არ ვიცი ხო და არც ვალები მაგ არც ის არ ვიცი ახ სიმსუქნეს თუ დამიჯერენ თუ აგე რა გამირება შენ ახ ერთი 2 წლიანს კი ხარ კარგი მაგრამ მე სამუდამო მექნებ ხო რა შეეხება ახ მე და გიორგი თარგამაძემ გავაკეთეთ ტურისტული ფირმა რომელსაც ქვია მოგზაურობა წარსულში და გიდად დავიწყო მუშაობა ხალხი დამყავს ძველ სამყაროში დავდივართ და მოგზაურობთ და ვიღაცები გავაცანი ხალხს კი ბატონო ჩვენც ესე ვართ გავიცანით ბევრი პერსონაჟი ბევრი ვართ საქმით დაკავებულები მე და გიორგი და მან მომეწოდა ერთი თქვენი ფრაზა სპარტაზე ბავშვებს როგორ ზრდიდნენ და მე მომკლავდი ხო ანუ სპარტაში ხო დედის ინსტიტუტი ისე რანაირ დედები იყვნენ ბავშვ საჯმელს არაჯმელდნენ ხო აბა როგორ იყო იცი ქეფორები იყვნენ აი ყველაფერს ზედამხედველობდნენ და 7 წლამდე ქუჩაში რომ დაინახავ ცოტა პუტკუნჩი გაბურში დარბის დედამის და მამამის იმაშებოდნენ საყვედურზე რატო ეს ბავშვი ამ სისქე ხო ნუ ახლა მე რას მიზამნა ხო ხო აი ეგარი კი ერთი კაი ამბავი რაც იყო ეხლა რადგანაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ ხო აი ეს ირანის საელჩოში და ანძარო გავანათეთ ირანის ფერებში და ირანის საელჩოში რომ აღნიშნეს 400 წლის თავის საქართველოს ქართველი ხალხის ირანში შესვლიდან ანუ როგორც ტურისტები ისე შევედით 400 წლის ამბავი ახლა რა ფარტლა მაინტერესებს არ ვიცი ახლა ყბა ჩამომივარდა რო გავიგე რომ ქართველები დელეგაცია ჩაიყვანა შახაბასმა თურმე 400 წლის წინ გადაგვიარა მაშინ შახაბასმა დაგვაქცია მოგთხარა გამრუდებულ სარკეებში შევედით რა გეთახმა ცხოვრობ და ყველა გვეუბნება დავით აღმაშენებელი თლათ კაი კაცი არ ეყვი თბილისის საამირო რო გააუქმა რას ერჩოდა დავით აღმაშენებელს არ ქონდა წაკითხული სტუმარ მასმინძე აი როცა ეკითხა მაგას არიზავ ასეთებიც არის ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეებში ყველა გონიათ რომ ერთ ეპოქაში დავით აღმაშენებელი გიორგი შრაკაძე შახაბასი თემურლენგი და არსენა ყველა იყვნენ ერთ ეპოქაში იყვნენ არიან ეგეთი ადამიანები კი კაცო რამდენი წელი ჩვენ ხო აი ლეგენდებში ვართ აი ვახტანგ გორგასალი იყო 2 მეტრი და 42 ეს 2-ს რატო უწერენ ვერ გავიგე 2 მეტრი და 42 სანტიმეტრი იყო სიმაღლით ხალხო 2 მეტრი 2 და 42 სანტიმეტრიან კაცს წარმოგიდგენიათ აგერ ეს რო არის არადა რო ვანო შოუ რო აძერი ის ცხელზე და ბძოლაში კი არა იმაში რა ქვია საწოლიდან ვერ ადგებოდა ისეთ მაგრამ ჩვენ ასე გონია რომ ასე იყო რა ხმალი რამდენი ყველაზე ხმალი ქონდა 80 კილო
ეგ მაგარი ხვალი. არის, თან გიყვებიან ამას, გიყვებიან. მე მასწავლე, მე ვარ დადუმებული, არ იცი შენ მაგი. 2 მეტრი და 42-ია და ზუსტად იცია. ზუსტად. 2 და 42-იან ბიჭო ვერ გაივლის. ძვლები რაღაცა ქვია მაგავანტყოფობას რა. 2 და თუ ეკნეოდა 75 ფეხის ზომა. არ რაცხენზე უნდა დამჯდარიყო. არა უნდა მტერი დაემარცხებია თავის სხეულის გაკონტროლების პრობლემა. არა კიდე 2 და 42-ია. აი მოხალატე გუბასანი კიდე დააპატარავა ვახტანგ გორგასალი. ჩვენ საუშმენთ ამას ახლა. სამო არის საცქერლად ხო გახსოვს იმას რო აქვს ვაჟას. მაგალითად მოსე იყო გურული. არის ბოსას. არის კი, გურული. ოღონდ ადგენილი არ არის, უზურგეთელი იყო ლანჩხუთელი თუ. ჩოხატაური. ის გური და ჩოხატაური და სეფორა მისი ცოლი იყო ხაშურელი. ხაშურელი ქალი. ოცო იბედზე გადაცემები იყო ერთი მათპატიცებული წამყვანი. ჯაჯანიძესთან მიდიოდა ზეიმი იყო რა, მიდი მოვდივარ რა. კი. რო ეთიოპელები მეგრელები არიან სინამდვილეში. რო ისა მაგასთან იყო თუ სხვაგან იყო გადაცემა, რო ქრისტე დადიანი იყო გვარად. მოციქულები არ იყვნენ მეგრელები, მაგრამ დანჩენსაგან რაჭველები იყვნენ, სვანები იყვნენ ესენი. რო ისა ისიც ახლა გავრცელებული აუარებელი ნახვები აქვს. რო იერუსალიმი ეს კი არა ჩვენ რო გონია, გვატყვილებენ, ებრაელები გვატყვილებენ ამას. ხო. ებრაელები ყვებძვიან. ხო. ხო. აი სინამდვილეში ესა უფლისციხე. უფლისციხის ნანგრევები, ნამდვილი ხო, ნამდვილი იერუსალიმი იქ არის და ხალხი უყურებს და თურმე რომ თელი მსოფლიო როგორ გვებძვის ქართულ გვართმევე. აბა როგორ, არა მე უსმინე შენს ბოლოს მას მოგზაურობა იქ იყო კიდე ერთი რომ სიცილიაც ხო არის ეს კაი გაჩერე ეგ არ გამახსენე ახლა მაგას ერთი ამბავი უნდა მოვაყოლო რა ძირფასო მეგობრებო ახლა სპეციალობის გამო ჯერ მამაჩემიც და მეც ისტორიკოსები ვართ ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა ჩვენთან იდეებით გაძეძგილი. ხო. მიჩვეულები ვართ, ვისმენთ ამ იდეებს, მაგრამ ერთხელ აბსოლუტური განსხვავებული შემთხვევა მოხდა. ვიღაცა აბრახუნებს კარზე ჩვენთან. გაავა მამაჩემი რაღაც კაცი დგას. ადან ლევან თქვენთან საქმე მაქვს და მობრძანდით ვახ მამაჩემი ახლა. სტუმრის მოყვარული კაციო ახლა. შემოვიდა კაბინეტში დაასვა მამაჩემმა. ახლა ეს მამაჩემს უყვარდა ჯერ საქართველოს და მე თავის კაბინეტი. ხოდა. მერე ოჯახი. ჩვენ. ხოდა. რაღაცა ეს წიგნები, ბიბლიოთეკა და ეს კარადები, ძველი გერმანული კარადები რაღაცები ხომ. გისმენთ ხო ჩემო ბატონო და ამ კაცმა უთხრა ესეთი ამბავი, ესე ჯიქური ლაპარაკება, რომ მეო მაქვსო ასეთიო მოსაზრებაო შევარნაძე უნდა შემახვედროო შენო. შენობით ლაპარაკება. აჩება უთხრა კიდე რომ რა გინდა შევარნაძესთან შეხვედრაო რა თმინდაო და წამომყვესო მაგიო ზოოპარკშიო. შევარნაძეო თან პრესა ტელევიზია პირდაპირ ეთერში უნდა იყოს. ეს უნდა პრესას მოყვება. ქართველმა ერმა უნდა იხილოს ეს. ხოდა. მეო შევალო ლომთანო. გალიაშიო და ჩამოვართმევ ხელსო. წარმოიდგინე ლომიც რო გამოგიძვე. გარდა იმისა რომ ეს მამაცია, გარდა იმისა ინტელექტი უჩნდება, ლომს რიდი უჩნდება და ისიც ართმევს ხელს. ხოდა. მეო გამოვალო. ხო. და შევიდესო შევარნაძე. და იგივე გაიმეორებს. თუ ჩამოართმევს ხელსო, ხო? შევარნაძე. თუ არ ჩამოართმევსო, მაშინ უნდა წავიდესო და მე უნდა ვიყო მის ადგილზე. ნუ ახლა მამაჩემი არის საგონებელში, რომ ნუ არიან შერყეულები ხო არიან, ზოგი არის ქვეით შერყეულია და შორიდან ეს არის კავალერისტი, ამხედრებული გიჟია შემოსული სამში. სამ აგრესიულად განწყობილი. ხო. თუ როგორ მოიშოროს ახლა არის. ახლა უარი რო უთხრას დალეწავს ამ კაბინეტს და მამაჩემ თავს მოიკლავს მე კაბინეტი იმის გარდა არ უნდოდა არაფერი, ხო და.
ეუნა, მაგრამ ეს მუნჯისენა იცოდა, მამაჩა, ილეთები იცოდა ხა რა. ხო. მამაჩა მეუნა, მეო შევარნაძესთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ იმნაირ კაცთან გაგიშვებო. ვისაც აქვს ურთიერთობა. გაუშვა. ხო, მისამართო მოგცა. და დაუწერა. ვისთან გაუშვა? ბატონ ჯანსუღ ჩარგვია. თაგო მოგესალმებ ჩემო ძვირფასო, გული არ მოგივიდეს, მაგრამ უნდა მოუყვე უკნა. ხოლმე. გაუშვა ჯანსუღთან. ისო შეგახვედრა. იქ რა ხდება ეხლა? ხო. 1-2 საათში რეკავს ჯანსუღი. ბიჭო რა მიკენე? აიო. დალეცა ამ შობელზაღმა ყველაფერი. იქ ეთქო ეჭი აიღო რაცხას მატყვილებდა მესენი. ხო და იქ მოსპო ყველაფერი რა. ხო, მაგრამ ახლა ვიღაცა იტყვის რომ ლევან სანიკიძე როგორც ცუდი კაცი ყოფილა თავის მეგობა ახლა ჩვენთან სუფრები რო იშლებოდა ახლა ტრადიციულად ჯანსუღი იყო თამადა. ნუ ეს იყო არ ვიცი აი მუცლის კუნთის გამაგრება ვინმე თუ უნდა და აი ბიცეპსები და ისე ჯანსუღისთვის უნდა მოგესმინეს ხო საოცრება რა ხო ისეთ რაღაცებს ყვებოდა აცხონოს ღმერთმა მის სულ და ორივე სული ხო და მაგრამ მამაჩემ ახლა რატო გააკეთა ესა შური იძლია მამაჩემ იმიტომ რომ ადრე ჯანსუღს ჰქონდა მამაჩემს იგივე გაკეთებდა და დამახსოვრე ეგეთ რაღაცებს უშვებოდა წერლები უშვებდა იმან გამოუგზავნა მამაჩემს პოეტი ანუ პოეტი იმასთან იყო მისული ჯანსუღთან მივიდა როგორც პოემა ჰქონდა ამ კაცს დაწერილი და მივიდა როგორც პოეტთან მაგრამ ამ პოემის შინაარსი იყო კაცობრიობის ისტორია კი არა, ლექსად იყო დაწერილი. აი ამ სისქე მახსოვს მე ნახი მაგ. ლექსად იყო კაცობრიობის ისტორია კი არა, საერთოდ ცოცხალი ორგანიზმი როგორ წარმოიქმნა. და იწყებოდა პროლოგი იყო ყველაზე პრიმიტიული ბიოლოგიაში ცერკვეოდა პროფესია. ყველაზე პრიმიტიული ცოცხალი ორგანიზმიდან და ეპილოგში იყო ბრეჟნევის ეპოქა. ბრეჟნევზე იყო ლექსი. ახლა ეს ლექსი რატომ მიუძღვნა, იცი, რომ დაებეჭდათ, რომ ბრეჟნევს რო აქებდი, ცენზურა გაგატარებდა და ამიტომ ჭკუა იხმარა. დაიწყო მიკრონაწილაკები და ჯანსუღთან რომ მივიდა, ჯანსუღ მოუთხა, რომ ესო პოეზია არ არის, ესო ისტორია არისო და აგერ ლევანთან წადია. და გამოუშვა ჩვენთან. ხო. მე მახსოვს, აი ტანჯული მამაჩემი რა. დილით რომ მოვიდა, თან არ გააფრთხილა ჯანსუღმა. მერე გაიგო მამაჩემ, რო კითხო, ვინ გამოგაგზავნა ჯანსუღმა. ესე იგი დილით რო დაიწყო, წაუკითხა ეს პოემა მამაჩემს. ხო. პოემის შინაარსი არის, რომ ხო ვიცით, რომ ხმელეთი მოძრაობს და შავი და კასპიის ზღვა ერთი ზღვა იყო. და მე აი სადაც დღეს მე საქართველოს ამოვიდა. კავკასიონი სადაც ამოვიდა. ხო, მიწა რო ამოვიდა, უკვე საქართველოს ერქვა იმას, ხო და რო ამოვიდა ეს მიკროორგანიზმები. ჯერ ხო როცა მიკროორგანიზმები იყვნენ, ქართველები იყვნენ, უკვე. წყალში ჰქონდათ ჩოხაეცვათ, ფაფანაკი ეხურათ, ხო და წყლიდან მერე ქართველები ამოვიდა. ხმელეთზე უკვე ქართველია, ჩამოყალიბებულია მორჩა. ეს არის ლექსი. აქედან პოემა ვიჟო რა ლექსი, ხო და მერე ყველაფერი აქიდან მერე გაიშალა ყველაფერი, ფრინველები, ჩიტები, მწერები, ბუზები, ყველა ქართველი იყო. აბსოლუტურად. და მერე მოედვნენ. პირველი რო წამოდგო, გაიხედ, გამოიხე, პირველი სიტყვა ხო იცი რა თქვა? ჰერ. ხო. ჰერი იყო პირველი სიტყვა რა. აქედან ყვე ჰერი რომ ყვება ჩვენი დამოდის და გერმანელებმა მოგპარეს ჰერცოგი მიმართვა ხო აქვთ ჰერ აი მაგას ჰქონდა ის სიცილია მანდშორია სიცილია არის ჰე იცინოდნენ იქა და ამიტომ დაერქვა ანჯური არის იმიტომ რომ მანდშორია არო და მართლა შორია რა ყუი რაში ეკამათები არ ვერაფერს ვერ უზავ კინის ლოგიკაა ეს პოემა ჰქონდა დილით რო დაიწყო კითხვა მეორე დილით გამთენიისას წავიდა ჩვენგან ამდენი ხანი მთელი დღე საწყა ასე უყურებდით იქ და მამაჩემი და ასე რომ ღმერთო რა დავაშავო ხო და მე დეჩემ ახლა ეს სადილი ახლა დეჩემი სტუმრის მოყვარული ახლა ჩვენთან სტუმარი მოვიდა
წესია ხო. სადილი გაამზადა და შევიტანე მამაჩემთან. რო შევედი მამაჩემი მე ეუბნება ამ კაცს რომ ჩემო ბატონო ჩვენ ახლა ვართ ჩამორჩენილები კაცობრო ეს 100 წლის მერე უნდა დაიბეჭდოს ჩვენ ამისთვის მზად არა ვარ ხო ასე არის ახლა მოციქულე პირველ საუკუნეში შემოვიდნენ მაგრამ ქართველები არ იყვნენ ქრისტიანობისთვის მზად მაგრამ აი მეოთხეში უკვე მზად ვიყავით მომზადება ჭირდება ასე არ არის საქმე ძმაო ახლა შენ მოდიხარ ამ ყველა სიბრძნე მოგა სიბრძნე შეიძლება დაგთუთქოს და ამ კაცს ეუბნება რომ დამანებე რა ამისთვის მზად არა ვარ ჩვენ. ხოლო რო წავიდა მე კითხა რომ ვინ გამოგაგზავნა ხო უთხრება ჯაზო ჩარკვიანმა და ის ჩადებული ქონდა. და ბრეჟნევის ეპოქიდან მე აქ რო სახელმწიფო გადატრიალება ხდა მაშინ აუღო აბაროტი მამაჩემა ჯაზოს და ის გაუგზავნა. ლომთან შემთხვევაში. დაუნგრია სახლი. ესე იგი სასრაფოც მისული იყო. პოლიციაც მისული იყო და რაც თორე მეხანძრებიც იყვნენ მისულები. წვავდა სახლს. მოსპო ყველაფერი რა თემურლენგი გაწოცა. ეხლა ჩემთან არ მოგატყუებ გუბას, ეხლა შეიძლება თქვენ შენთანაც დადია? ჩემთან მოსულა ადამიანი, რომელსაც დიდი ფურცლებით მოტანილი ქონდა საქართველოს გადარჩენის გეგმა. შენთან ფურცლით მოიტანა იმალა, ჩემთან ქუთაისში მოვიდა ზეპირი. ზეპირად მოიტანა. ქუთაისში დეპუტატი რო ვიყავი. მოვიდა ერთი კაცი. ბატონ გუბას კარებში რო შემოვიდა, უკვე მომამზადა. ბატონ გუბას მე მაქვს იმერეთის გადარჩენის გეგმა. იმერეთისა. ბიჭო, მე უთხარი, რატო ჩემო ბატონ მანდავაიც მარტო იმერეთია, დანჩერ საქართველოს რა დააშ. არაო, ჯერო იმერეთიო, იმერეთიდან უნდა დაიწყო, დაждდა. აღაცებს ყველა. ეუბნება რომ ბიძინაო უნდა შემახვედრო სასრაფოთო. იმას უნდა მოუყვეო. ეუბნები რომ რაკენი იცი შენ მე უთხარი. რა თქმა უნდა, ეგ შენი კონცეფცია გექნება დაწერილი, მომეცი და მე წავაკითხებ ბიძინას თქვა. ჩამოუღამდა სახე. რა იყო მე უთხარი. არა მაქვს დაწერილი. აბა მე უთხარი არა, უნდა მოუყვევ რა. მე უთხარი აგე რა, ხატზე და უკვე მივაგერნი გამოსავა. ხატზე დავიფიცე. ხო. დაწერე და შეუტან ბიძინას. ხო. დაწერა არ მეეწო. როგორ ჩვენ აღარ გინახია ის დაწერილი და ის კაცი, ისე მე არ ზეპირათიც. ზეპირათის. იმერეთის გადარჩენის გეგმა. ჩვენ კიდე ერთი რომ უსმენდით ხო თქვენს გადაცემას იყო იქ ერთი მიმართულება ჩვენი ქართველებს ხო ყველაფერი ქართველი გვე, მაგრამ კიდე გვაქვს ანტისიბრძნეები. ხო, აი რაღაცა საოცარი რომელსაც დღემდე ხმარობთ. გონია რომ ესეთი არცოდნა ახლა ამას ორი ახსნა აქვს. ეგეც ანტისიბრძნეა ხო, არცოდნა. ჩემთვის ანტისიბრძნეა მაინც, იმიტომ რომ არცოდვა პირდაპირ გაგებით არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ აი კაცმა რო არ იცის, უნდა იკითხოს. ამიტომ არის არცოდვა, მაგრამ ამანაც ტრანსფორმაცია განიცადა, იმიტომ რომ დღეს როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, იცი, უვიცი არ კითხულობს. მიზეს, შედეგს, რატომ მოხდა? არა, უვიც პირდაპირ უბერავს რა. ხო. უცოდინარი რო ხარ, არ არის ცოდვა. ხო. დიდი მოვდივარ კაცო. პრეზიდენტი შეიძლება გახდე. რატომაც არა. რა მოხდა? ან ვიღაცაზე უცოდინარი თუ ხარ, რა ძნელი მოზაძებნია. და ვიზგულისხმობ. ხო. იმ ვიღაცაზე უცოდინარის მოძებნა იყო გამოცანა, არო ექსპედიციები უნდა მოგეწყო საქართველოში, რომ იმაზე უციგნური მოგეძებნა და იმან მოძებნა. არა, მართალია. ხო, ეგ არის კიდე ერთი. იმიტომ რომ ამასთან ის არის ჰეგელი. კი ბატონო, ის მართლა ხე. ის ჰეგელია ამასთან. შედარებით ხო. კიდე არის შეჩვეული ჭირი. შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეულ ხილს და ცხოვრობთ ას ბოლო 600 წელი. ჩვენ ხო აი ჩვენ ვართ აი ამ ლეგენდების რო თბილისი და გადასარევი ლეგენდაა, ახლა ვიღაცა რუსეთიდან, ბელორუსიდან სტუმარი რო ჩამოდის ახლა ტურისტი რომ მოუყვები რომ ვახტანგ გორგასალი მეთი შევარდნით რაღაცა მიმინოთ ისა და აი ნახა ცხელწყალი და დედა რა კაი აბანოები იქნებოდა და გადმოიტანა დედა ეს გონია რომ ასე იყო გადასარევი თემაა მაგრამ ძვირფასო კომერციულად ხო ესეთია
ახლა ტანის დაბანის პრობლემა არ ქონდათ მაშინ ქართლის მეფეებს. მცხეთაშიც იყო, სხვათა შორის შეგიძლიათ მცხეთაში ნახოთ ძველი აბანოების ისა რა ქვია, ესე ნანგრევები, ხო? არა მარტო მცხეთაში, მაგრამ ნუ კაი იყოს. მოდი შევთანხმდეთ, რომ გარდა აბანოებისა, კიდე სხვა რაღაცების გადმოიტანა დედაქალაქი. ახთან გორგასალმა. ხო, არის მაგალითად თქმულება, მე უდიდესი რომანი შექმნა კონსტანტინე გამსახურდიამ დიდოსტატის მარჯვენა. რომ მარჯვენა მოაჭრა. არავითარი მარჯვენა არ მოუჭრია ხალხო. და უცხოელები ჩამოდიან და გიდები, ეს ქართველი გიდები არის. ამიტომ დავიწყე გიორგისთან ერთად გიდობა წარსულში. უცხოელებს უყვებიან, რომ იქ გამოსახული არის კლავი გონიოთი. კი. გონიო უჭირავს ხელში. ახლა ჯერ არ მოუყვები ის სიმბოლოა, იმიტომ რომ მართლა დამწყებლიან რა ისა. და იქ სხვათაშორის არა, გაჩერდა დამანებე, თავი ჯანმრთელად მინდა ვიყო, ჩემ შვილების და ოჯახებას მინდა მოვესრო და ამბებ დამანებე, თავი რა გინდა ჯერ. იქ სხვათაშორის აწერია არსუკიზზე. ხო. და არა არსაკიძე, ხო, მაგრამ წერალს აქვს, რომ სიუჟეტი შექმნას და გენია გრანდიოზული ამბავი შექმნა კონსტანტინე გამსახურდიამ, მაგრამ ხალხო ნუ უყვებით ამას ამოცხოელებს, რომ მარჯვენა მოაჭრა. რო წავა ის საღამო სასტუმროში თავის მეგობარს თუ მეუღლეს თუ ისთანაც ხო იტყვის, ეს ქართველები ვინ არის ამიტომ. თან ესა განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქა, რენესანსის წინარე. ათონელების ეპოქა. ხო. ხო და რაღაცა და მაგენმა რა იციან ჩვენ რო ქონდა. ხო ვიცახთ ასე. ხო და აი მაგენმა რა იციან იმგეზე რო ლაპარაკობთ, იქ ამის გამო ხელს არ ჭრიდნენ. ხო და ანუ ესე იგი. აი ეს არის, აი ჩვენი პრობლემები საბოლოო ჯამში ახლა უკვე სერიოზულად ვამბობ და გულზე სისხლი მეკცევა რო ვლაპარაკობ ამნა. ჩვენი პრობლემები არის ის, რომ ჩვენ არ ვასხოვებთ ლეგენდას და სინამდვილეს და ერთდაიგივე გვერდ. ანუ დაზუსტება არ გვიყვარს და ამიტომ არაფერი არ სინამდვილეში არაფერი არ ვიცით. საქართველოს ისტორიას ხო, ანუ მეც რა თქმა უნდა მაინტერესებს, ოღონდ ძალიან დეტალებში რა. შენ გაინტერესებს ივან ჯავახიშვილს? შენი მოყოლილი მაინტერესებს, შენი მოყოლილი. შენ მოყოლილი რა სიკვდილად გინდა, კაცო? ხო, მაგრამ აი ივან ჯავახიშვილი. აი საღადაოთ ივან ჯავახიშვილს გუბა სანიკიძისგან აინტერესებს ქართველი ერის ისტორია. მე ვიცი კაცო, შენი მოყოლილი მაინტერესებს. ამოწმებ. ხო. ხო, იმიტომ რომ აი საქართველოს ისტორიაში გვაქვს ცოტა ესეთი ბუნდოვანი პერიოდები რა, მართლა უიმე, გაჩერდა, აგერ დავდებ, სწორედ დავიღალე რა უკვე და მე-15-დან მე-17 საუკუნემდე რა ხდებოდა? არ გინდა, არ მითხრა, არ გამახსენო. აი, ხო, აი საერთოდ არაფერი არ არის ცნობილი. 15-15-დან არა, მაგრამ ნუ მე-16, მე-17, მე-18 ეს არის ხალხო თავი არა გვაქვს გამოსაყოფი არც. ერთმანეთს ბავშვებს პარავდით და ვყიდდით. ნაწილი ზღვით, ანაკლიდან, ნაწილი ხმელეთით ახალციხის საფაშოდან და ისე ჩემო ძვირფასებო რა. არც მე-19 საუკუნეში არ გამოირჩეოდით, მაგრამ რომ არა ილია ჭავჭავაძე რა გვეშველებოდა მე არ ვიცი რა. კაი ახ დაანებე ის მე-16, მე-17, მე-19 საუკუნე ერთ ამბავს მოგიყვებით ახლა, მაგრამ მე გამეცით პასუხი ახლა 1871 წელს თუ არ ვცდები საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრე მეორე იმპერატორი, განმანთავისუფლებელი, ვინც გააუქმა ბატონყმობა. თან ახლავს ნიკო დადიანი, რომელიც სხვათა შორის ბულგარეთში უნდათ მეფედ დაესვათ რუსებს, მაგრამ მე იქ ბისმარკმა აჯობა და გერმანელები დაჟდნენ ბულგარეთში, თორე ბულგარეთის სამეფო დინასტია დადიანები უნდა ყოფილიყო. ანუ რუსეთის წარმომადგენელი დინასტია უნდა ყოფილიყო დადიანი. დადიანი. ხო, წარმოიდგინე, როგორი საინტერესო იქნება ბულგარეთის მეფეები დადიანი. ნიკო დადიანი ახლავს იმპერატორს რა. ჩამოსულია და შეხვდა ზევო იმერეთის თავადაზნაურობა შეხვდა ხალხო. და კითხა ამათ, რომ რა გაგიკეთოთ? თხოვეთ რაც გინდათ და გავაკეთოთ. ამათმა რა თხოვეს ხო იცი? ხო. ხმაგლეხები დაგვიბრუნა. ანუ კითხავ რატო ბაღვენახებიო გაგვიფუჭდაო ბოსტნებიო მოულელი გვაქო და
პატრონი არ უყავსო რა, ისინი მუშაობდნენ, შენ რო განთავისუფლეო. ამიტომ დავჭით ასე და იმპერატორი ეუბნება რომ კი ვარ თქვენ იმუშავეთ. ეს მიწები ხო თქვენი დარჩა. გლეხები წავიდნენ თავისას ულიან უკვე განთავისუფლდნენ. ხო, თავისი აქვთ. ხო. გლეხმა იცის შრომა. ავათმა იმპერატორს არა, ჩვენ არ გვეკუთვნისო მუშაობა, ჩვენ მუშაობა როგორ შეიძლება. აი იმპერატორი ახლა კულტურული კაცი იყო ახლა, იმპერატორი იყო და უკვე ნიშნავს, ადგა მოტრიალ წამოვიდა რომ გულდაწყვეტილი და გაბრაზებულიც რა. ეს ნიკო დადიანი მივიდა ამათ უთხრა, ვინ ახარ, ვირები ეძახარ. ვინ ახართ თქვენო? ან სკოლა თხოვეთო, ან ხიდი თხოვეთო, ან გზა თხოვეთო, ან რაღაცა გეთხოვოთ. რას ეხვეწებოდით იმპერატორს? ესეც მასონებმა და deep state-მა მოგვიწყო? ხო. თუ იმ რუსი პირსისხლიან რუსის ბრალია. კაც ჩამოვიდა რა გაგიკეთოთ? რა გაგიკეთოთ და ყმები მომიყონეო. ყმები დაგვიბრუნდა. დაგვართვიო შენო აქო და აი ეს არის ძვირფასო ქართველებო საქართველოს ისტორია და მე რო დავიწყებ მარტო დავით აღმაშენებელზე, ვახტანგ გორგასალზე და გიორგი ბრწყინვალეზე კი არ მოგიყვებით. ამგეზედაც მოგიყვებით. და არ დარჩებით კმაყოფილი. აი ასე არის ამბავი რა. სინამდვილეში ჩვენი სიდიადე ისეთ რაღაცებშია, რაზედაც ჩვენ წარმოდგენა არ აქვს. პეტრე იბერი რამდენმა ვიცით ვინ იყო? ძვირფას ქართველი, აი რომ იყურებთ ახო ერთობით და მეც ვერთობით თქვენთან, რატომაც ახო ვანოსთან ან ისტორიაზე უნდა ვილაპარაკო, ან ვიხუმრო, ან ორივე ერთად ხო? პეტრე იბერი რამდენს გაგიგიათ? ვინ იყო? აი მსოფლიოსში ყველას დიდი ქართველი ვინაც გავლენა მოახდინა. ყველას გონია სტალინი. რა თქმა უნდა, ქონდა დიდი გავლენა. ყველას დიდი გავლენა კაცობრიობის განვითარებაზე მოახდინა პეტრე იბერმა. სხვათა შორის კავშირშია მასთან პირდაპირ გაგიკვირდებათ ასევე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ოღონდ რა კავშირში ახლა აქ არ მოვყვებიან. ვიდეო კირიონ პირველი ვინ იყო იცით? კირიონ მეორე ვიცით ყველამ, დიდი პატრიარქი ხო? აი კირიონ პირველი ვინ იყო? ვიცით, არ ვიცით. კირიონ პირველი რო არ ყოფილიყო, მე რასაც ვამბობ, ყველაზე ფერზე პასუხს ვაგებ. კირიონ პირველი რო არ ყოფილიყო, დასავლეთ საქართველო გაბერძნდებოდა, ბერძნები იქნებოდნენ. დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველო გასომხების გზაზე იყო დამდგარი. ასე იქნებოდა. ვიცი, ახლა ბაშიაჩუკი გონია გმირი, რომელიც გამოიგონა, მაგრამ რა გაგიწერეთ ხელმა და კირიონ პირველი გაგებული არა გაქვს, პეტრე იბერი გაგებული არა გაქვს. რა უქნა? რა კიდევ დავარტყა თავი არ ვიცი. პერსონაჟი. ხო და ამიტომ ნაკლები პრეტენზიები რა, ნაკლები პრეტენზიები. ცოდნა არ არის ქუთაისში გადასარევ გამოთქმა ცოდნაზე. ცოდნა არ არის რწყილი რომ შემოგახტეს. და მაგარი. ცოდნა არ შემოგახტება თარსა. ცოდნა თვითფასებო. ახლა ყველას არ გუყისო, ღვთისმადლით ჩვენ მაინც განათლებული წიგნობრობის მოყვარული ხალხი ვართ, მაგრამ აი ისე რო არის იმაში პრეისკურანტით რომ მოქმედებ, ტყელი როა. დედამიწა იმგეს მოგმართავ. რადგანაც ქუთაისი ვახსენეთ, ქუთაისურია ხო ეგ გამოთქმა. ნუ ქუთაისზე ხა ერთი ამბავი მომიყევი. ქუთაისი არის ბიჭო, არ ვიცი, სამყაროა რა. ქუთაისი რა მოგიყვე ახლა ძველი ამბავი, ბავშვის ამბავი უნდა მოვყვერთ, იცი? ძველი ამბავია. ქუთაისში ამ ჩემს ბავშვ, ჩემს ახალგაზრდობაში მოგვიყვა ერთმა კაცმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო რა. ერთ სიტყვით იყო ოჯახი ქუთაისში, რომელიც ცხოვრობდა მესამე სართულზე, ამას მნიშვნელობა აქვს, სართულს. ამ ოჯახს ყავდა ერთი ბიჭი ყავდა, დედის ერთა იყო, მაგრამ ჯობდა რომ არ ყოლოდათ ეს ბავშვი, იმიტომ რომ ეს იყო ანტიქრისტე. ეს ბავშვი. აი ჩვენს ახალგაზრდობაში ჩემი თავობის ხალხს გახსოვთ, ომენი რო იყო ფილმი, გახსოვთ? ანტიქრისტე რო იბადება და მე ამბები ხო, შემაძრწუნებელი ფილმი იყო, ხო? აი ეს ომენი იყო რა ეს ბავშვი, ნუ ანგრევდა ოჯახს რა. ანგრევდა ხანძარი, ხანსასრაფოები, მეზობლები, მითი კასკები დადიოდნენ, მუზარადები. ქვასისრო და განსაკუთრებით მაგრა თურმე ნავესით უშვებდა რა.
ხო და მაშინ როიალში დუღარე ჩაასხა, კაი ხმა ექნებაო, ისაო, ესე ხანგრძლები, ამბები, რაღაცები, ესე ერე სპორტზე წაიყვანეს, იქნებ დაღალოსო სპორტმა. ხო და ვიღაცა მწვრთნელთან წაიყვანეს, მათრახით რო ავარჯიშებდა ბავშვებს და მეორე დღეს რომ მიიყვანეს, იკაც გარეთ დახვდა, უთხრა რომ აქ არ შემოიყვან, თორე გიჩივლე. აბლე ბავშვი. ხო, ბავშვი. ხო, ერთხელ მამამის ახე დედა და მამა, ნუ გაწამებული შეწირული ხალხია რა, ნუ ახლა ჯოჯოხეთის რო აღარ ეშინიათ რა. ხო. ცხოვრობენ. სახში აქვს. ერთხელ ეს მამა მივიდა სახში და ეს ბავშვი სახლი ერთ დალაგებული, არც ხანძარია. შორიდან უყურებდნენ, კვამლი ხო არ გამოდის. ხო, იმიტომ რომ ხშირად გამოდიოდა კვამლი სახლი, რაღაცას წავდა. ხო, ავეჯი ჰქონდათ დაჭედებული. ყველაფერი იყო დაჭედებული სახში. ხო, რო არ გადაენგრა. ხო, რაღაცა არ ეკნა ამას რა. ხო. ბიჭო შევიდა სახში, სიწყნარია ლაპლაპებს სახლი, დაგვილი, დალაგებული, არაფერი არეული, ესა და შევიდა მაშინ ზის იმაზე. სავარძელში თუ სადღაც ეს ბავშვი ასე ზეს. ძველი ეგვიპტელი ფარაონები ასე იჯდნენ, ხო. ამას გაუკვირდა მამას, ავად ხო არ არის, არა, რამე ხო არ დაემართა, იმიტომ ეს არ არის ამნაირი. ხო? შვილო რა იყო, ხო კარგად ახარ. მამა ახლა თქვენო რო იყავითო წასულები დედა და შენ რო ხო იყავითო ახლა სახში რო იყავითო მე ჩავფიქრდი. ვიფიქრეო რომ რამდენი ტანჯვა მოგიტანეთ მე თქვენო. მე ძალიან ცუდი შვილი ვარ მამიკო უთხრა. ეს არის ყოველად აქცეული მამამის. ვიფიქრეო და მივიღე გადაწყვეტილება რომ მე რახან ძალიან ცუდი შვილი ვარო, თავი უნდა მოვიკლავ. ხო. და ეს სახლია, იმიტომ დავალაგეო, რომ კარგად დაგამახსოვრდეთ. და წამოხდა და აივნიდან გადახდა. ბავშვი. მამა ახლა ცხოველური ინსტინქტი, მამობაც და დედობაც ცხოველური ინსტინქტია. ხო. ეს არ არის მარტო ადამიანური, გელიც იბძვის, გორილაც იბძვის, ისიც ტახები წრეს კრავენ, როცა გელი მოდის რაღაცა. ეს არის ცხოველური ინსტინქტი, მამაშვილობა არის ცხოველური ინსტინქტი და ეს ბავშვი რო გადახდა, ესე წამოხდა და გადაყვა ამ ბავშვს. თან გადახდა მამა. გადახდა, ხო, აღარ გაარჩია, ვეღარ მოდო, ბავშვი გადახდა, მეც რაღაცა იქნები. დავიჭირო. რო გადახდა, გააყოლა თორე და ამას კალათი აქვს, მომმული ამ იმაზე, აივანზე. და იმ კალათში ჩახდა. ესე იგი, ბიჭო. ხო, ეს ახლა ალბათ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, არა? მამის განცდა ფრენის დროს, რო კი თან გამწარებულია რომ ეს რამ იქნა და თან ბედნიერი რომ ბავშვი გადარჩა. ესე იგი, ნუ ეს უნდა მოაწყო, ხო? შექსპირი ამას არ ყოფნის, ხო და ჩავარო, ბიჭო, დაილეწა ეს რა. დაილეწა მესამეს არ ამიტომ გაუშვე ხალხი, ხო? ესე იგი, არის ნორჩი ჰამასელია რა. ეს ბავშვი, ხო და დაილეწა, დაიფშნა, ატყდა ერთი ამბავი რაღაცებს ავადმყოფოში მიიყვანეს, აი გიფსში ჩასვეს, თაბაშირში ჩასვეს, უჩანს მარტო თვალები, ცხვირი რო ისუნთქოს და პირი. დანარჩენ ყველაფერი დალეწილი აქვს რა. ხო, ძულები. ეს ასე რა, ავადმყოფოში ეს კაცი. ხო, მეორე დღეს მივიდა მისი ცოლი, ოჯახის წევრები ნათესები მივიდა და ეს ბავშვი მიიყვანეს სანახად. მამასთან. მამა, როგორ ახარ, მამა? გახსოვს იმაში რომ ფეოლაში. გამშორდი. ის იპოლიტესთან რომ მამა, ხო? ხო და ამან ამოილოღლოა რომ მოაშორეთ აქედან ეს ბავშვი რომ გაიყვანეს, ცოლს უთხრა მოდი ვაგერო ერთი რაღაცა გითხრა. თუ გადავრჩიო, ეგო სახლიდანო წაიყვანეთ, თორე ჩემი ხელით დავახშობ. ბოში, ეს ხო უნდა მოიფიქრო. ამნაირ ამბავს ყვებოდნენ ქუთაისში. აგეცე იწოდა რომ მამამისი გადაყვებოდა, გაიგე. აი რა გათვალა. ბიჭო, ტიპმა უთხრა რომ მეო ესო, იმიტომ დავალაგეო რომ კარგად ესე საბოლოოდ რომ გადაყვეს.
ხო, რო გულიც აუჩუყდეს. ყველაფერი, ცხოველურის მამაშილობა, ამბავი, ისა, ესა, ყველაფერი და მე რო გადავხვდები, ის უნდა ალათი ქონია მომაგრებული იმას და იმას ჩახ. მე რო გადავხვდები, ის უნდა გადმომყვეს. გადმომყვება და კისერი უტეხია. აბა კალანჩი ორივე ვერ ჩავეტევი. საშინელება დაუგეგმა. ზედა გავდეს ახლა ნერიშვილი. კაია. გუბას არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. წარმატებები მინდა გისურვოთ, ყველაფერი კარგი. მადლობთ მეგობრებო, მადლობთ. გაიხარეთ, ჩვენი გაცემის გუბარი იყო მადლობა. დიდფასო ტელემაყურებელო, დღეს მე ამით გეშდებით ერთმანეთს შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. არ გადაგოთ წინ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი გელებოდათ. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.